სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ალბათ შევეცდებით, რომ მალე დავამთავროთ 59 ნაწილი, ჩვენ გადავახდით 58-ზე, ამიტომ არ იყო ტექსტულად PDF-ში მოცემული ეს ნაწილი. 59 ნაწილი 2012 წლის 30 სექტემბერს იქნა ჩაწერილი. ამ საუბარში, ამ კითხვაში პიროვნებამ მაიკლმა დასვა პრობლემა ისრაელის შესახებ, რომ რა ხდება ისრაელთან დაკავშირებით, ემუქრება თუ არა მას თუნდაც ატომური ჰოლოკოსტი, შეიძლება რომ ეს მოხდეს ისრაელის თავზე, მაშინ როგორ შევარიგოთ წინასწარმეტყველება გამოცხადების წინში, სადაც ისრაელის ნატამალი არის და ისრაელი ხვდება ამ მოვლენებს. ჯონ მაკარტური ახსენებს სტალინთან, ჰიტლერთან ერთად სტალინსაც, რომ ისიც ებრძოდა ებრაელებს და მილიონობით ებრაელი იქნა განადგურებული. ჩვენ ქართულმა წარმოშობის ქრისტიანება ყველანაირად ობიექტურად უნდა შევხედოთ სტალინის პიროვნებას. ჩემთვის ეს ადრე ძალიან რთული იყო ამის გაგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით გაზრდილები და მე პირადად სულ სხვა ინფორმაციაზე სტალინის შესახებ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმას, რომ ყველა ადამიანს, ვისაც რაღაცა ქონდა ესეთი ნატამალი, რომ არ დაემსგავსოს გრიშაონიანს და მან ობიექტურად შეაფასოს როგორც კაცობრიობის თვალთახედვიდან, ასევე ქრისტიანული ბიბლიური თვალთახედიდან, თუ ვინ იყო იოსებ სტალინი. ახლა რა თქმა უნდა, ჰიტლერივით პირდაპირ გაგებით ეს თავისი ცხოვრების და თავის ყოფის პერიოდში არ ებრძოდა ებრაელებს, როგორც ჰიტლერი მაგალითად, ჰიტლერის დოქტრინა სულ სხვა იყო, მაგრამ როგორ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სად გაიზარდა სტალინი, როგორი ანტისემიტიზმს ატარებდა მართლმადიდებლური ეკლესია ებრაელების მიმართ, იცით რომ პოგრომები იყო უკრაინაში, რუსეთში, ძალიან დიდი დევნა იყო მეფის რუსეთის დროს, პერიოდული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მაშიც. და მართლაც მასაც პერიოდულად ჰქონდა დევნა ამ პიროვნების შესახებ, მაგრამ ეს იყო უფრო შეიძლება ითქვას უფრო ეშმაკი და ამიტომაც იქნა ამდენი ხანი ალბათ სატანის იარაღი ხელში და ის მან იცოდა თუ რა იყო გამსვლელი პაიკი ერთგვარად და იყენებდა ებრაელურ თემას ყოველთვის რაღაცის გადასაფარავად. იცით რომ მას ებრაელებრი გარშემორტყმა ყავდა ტროცკის და ასევე ბევრი რევოლუციონერის სახით, ოღონდ ესენი იყვნენ ათეისტები, რა თქმა უნდა, და ასევე მან გარკვეული როლი ითამაშა და მიიღო ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. და ბევრმა არ იცის ეს და აქედან ცოტა დაბნევას ექნება ადგილი. შემდეგ მისი ბოლო მოღვაწეობის დროს იცით ებრაელი ექიმების საქმე და მე არ დამავიწყდება, როცა ავსტრალიაში ვიყავი, ერთ-ერთ ებრაელი რაბინის სახლში, მამა იყო ხელოვანი პიროვნება და ერთ-ერთი შვილი იყო ძალიან კარგი რეჟისორი იმაში ჰოლივუდში და მეორე შვილი რაბინი. და ამ კაცის სახლში რო ვიყავი მე, მახსოვს მან რომ მოყვა სტალინის სადღერძელოს ამბავის შესახებ ლენინგრადში, როდესაც ცხოვრობდნენ თუ ბალტიისპირეთში ცხოვრობდნენ ესენი და მან თქვა რომ ჩვენ არ ავდექითო ფეხზეო. ეხლა ვის დაუჯერო მე ეხლა გრიშაონიანს თუ ამას. წარმოიდგინეთ ახლა ებრაელები როგორ განიცდიდნენ ხო ამ იმას და ეს ლაპარაკია უკვე მოგვიანებით პერიოდი, განა სტალინის პერიოდი უფრო მოგვიანებითი. ესე იგი ძალიან განაწყენებული იყვნენ ებრაელები მას, ასე რომ ჯონ მაკარტურის განცხადება სრულიად ლეგიტიმურია. და ბევრი ქრისტიანი, არ არსებობს ქრისტიანი, მე ვინც წავიკითხები, სანაც ქონდა ფრენსის შეფერი იქნებოდა ეს, რობერტ სპროული, ყველას განამაქვს მოსმენილი და მით უმეტეს ბატონ თეოფილესაგან, რომელიც ალბათ ყველაზე ობიექტური იქნება მათ შორის, იმიტომ რომ ის ქართველია წარმოშობით და ჩემთვის მისაღები ეგ გაიგივება და ეს ფოტოსურათიც დაუდევი მე დაქორწინებული იყვნენ პრინციპში არა მარტო ამ საკითხში, ძალიან ბევრ საკითხში ჰიტლერთან. და ეს ნახავთ თქვენ ამ თავფურცელს თუ როგორია. ამიტომ ქართველმა არ უნდა შეხედოს ამას ტენდენციურად, არაფერი საამაყო არ არის და ყველანაირად როცა დავდგებით ჩვენ კაცობრიობის თუნდაც თვალთახედვიდან, ხო უნდა დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს. ჰუმანიზმის თვალთახედვიდანაც
ყოველად მიუღებელია ის, რაც სტალინმა გააკეთა და არაფერი საამაყო ამაში არ არის. აღავლაპარაკობ ქართველის თვალთახედვიანაც, რომ რამდენი ქართველი მან გაწყვიტა და თუ ქართველი არ დაინდო, მით უმეტეს არ დაინდობდა ებრაელსაც, რომლებიც არა მარტო მარქსისტულ სოფხედელობაში ჯდებოდნენ, არამედ მისი პიროვნული თვალსაზრისითაც ბევრი მან გაანადგურა, როცა ემუქრებოდა მის ძალაუფლებას და ის ძალიან ეჭვიანი პიროვნება იყო და ძალიან დაუნდობელი. ასე რომ არ გვინდა რა ამის შელამასება. კარგით, მოდით ახლა მოусვინოთ, აგერ აი ობიექტურად როგორ უყურებს ებრაელურ საკითხს ჯონ მაკარტური. და ადრეც გაცა პასუხი გახსოვთ თქვენ არაბ პასტორებს, როდესაც მათ ეგონათ, რომ ჯონ მაკარტური მიკერძოებული იყო ებრაელების მიმართ. არდა ის მიკერძოებულია, მოდი ვთქვათ, კარგი გაგებით ბიბლიის წინასწარმეტყველების მიმართ და ბიბლიის წინასწარმეტყველება ამბობს, რომ ღმერთს არ მოიტოვებია ებრაელიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დღესაც რიცხვის ქვეშ არ არიან. აი ძალიან მარტივად, ხო შეიძლება კარგად გავიგოთ, კარგად მოვისმინოთ და არ გამოვიტანოთ ნაწილობრივი დასკვნები, როცა ადამიანს ვისმენთ, ხო? იმიტომ რასაც ბიბლია ამბობს, ჩვენ ვცდილობთ იმას მივყვეთ, ანუ ღმერთის გეგმას. რომ ღმერთს არ უარყვია, არ ჩაუნაცვლებია ღმერთს ეკლესიით ისრაელი, არ მომხდარა ეს. არამედ მას აქვს კიდევ მასთან საქმე. მას აქვს მომავალი, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს და ისინი შეხვდებიან მესიას და მერე აღიარებენ ქრისტეს. აი ეს როგორ ჩვენ კარგად ვიცით, მე უკვე არანაირად არც შევეცდებით, რომ მათ ხელი დავაფაროთ იმ გაგებით, რომ ისინი დაცულები არიან დღესაც და არც იმას შევეცდებით, რომ ყველანაირად მივიღოთ მონაწილეობა მათ დასჯაში, მათ ჰოლოკოსტში. მე ესე დავასათო, რომ ემუქრება თუ არა ისრაელს ახალი ჰოლოკოსტი და შეიძლება რომ ეს კიდევ განმეორდეს. კითხვის ავტორი, გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე მაიკლ კოლდუელი მქვია. გამარჯობა მაიკ. მე მგონი იცნობს კიდევაც ჯონ მაკარტური ამ პიროვნებას და ისეუნება MP3-ზე, უკვე MP3-ზეა გადასული ჯონ მაკარტურის საუბრები. იცით რომ პირველი იყო კასეტები, აუდიო კასეტები იყო, ბაბინები უკვე გადასული იყო და კასეტებზე დაიწყო ჯონ მაკარტურმა ჩაწერა და MP3-ზე გადადის უკვე ახლა. MP3-ზეა გადასული 2012 წელს და ჩვენც ჰქონდა ეს გუშინაც გავიხსენე და რაღაცა სიმღერას ვეძებდი და ჩვენი MP3-ს მოვძებნეთ და ცოცხალი იყო და მუშაობდა და ამბობს რომ 1000 საათზე მეც გისმენდით. ყოველ დღე 16 სამუშაო დღეს გისმენდითო. 16 საათიან სამუშაო დღეს გისმენდითო. და დაახლოებით 2 საათი თქვენსავით საუბრობდიო. და მართლაც ეს ხდება, როცა ადამიანს ინტენსიურად უსმენ, ხო? ბუნებრივია, რომ შენ უკვე ერთგვარი სახარ რუპორი მისი და იმეორე ბევრ რამეს, რასაც ისმენ. მით უმეტეს, როცა ჭეშმარიტებაა. ჯონ მაკარტური მადლობა და უსმენს. თქვენი მოსმენის შემდეგ ერთი რამ გარკვეულწილად დაბრკოლებად მეკცა. ისრაელს ბევრი საფრთხე ემუქრება. ერთ-ერთი უახლესი საფრთხე არის ბირთვული საფრთხე. ეს იყო ირანის დამუქრება და სხვადასხვა სახელმწიფოების მუქარა. და ვცდილობ ჩემ გონებაში გავიგო და შევარიგო ეს რეალობა, რომ თუ ისრაელი მთლიანად ბირთვული იარაღით დაიბომბებოდა, რა მოუვიდოდა გამოცხადების წინში მოცემულ წინასწარმეტყველებას და ჯონ მაკარტური პასუხობს. ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეტურია. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიის ბოლო პერიოდში იქნებიან და სამეფოში შევლენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათგან რამდენიმე მილიონი შეიძლება არ განადგურდეს. მანამდე. იცით, ჰიტლერმა მილიონობით ებრაელი ადამიანი მოკლა, სტალინმაც იგივე გააკეთა და ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა მილიონობით. მაგრამ მათ ისინი ვერ გაანადგურეს, იმიტომ რომ ისინი ჯერჯერობით კიდევ სახეზე არიან. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. არ მგონია ისრაელს კონდეს დღეს პრეტენზია და თქვას, რომ ის დაცული იქნება ამისაგან. რომ მათ თქვან, რომ ჩვენ ღვთის ხალხი ვართ, გახსოვთ ისევე როგორც იოსოს დროს თაობა, როდესაც ლიდერებმა მას უთხრეს, რომ შეხედეთ, ნახეთ, ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ. და იესომ თქვა, ეს არანაირ სიკეთეს თქვენ არ მოგიტანთ. თუ ღმერთს სურს აბრაამის შთამომავლობის შექმნა,
მას შეუძლია ეს რომ ქვებიდანაც გააკეთოს. გახსოვთ იესოს საუბარი ფარისევლებთან. ასე რომ ღმერთი ყოველთვის შეინარჩუნებს მისი ერის ნარჩენებს მომავლისათვის. მაგრამ ეს არანაირად არ იცავს ამჟამინდელ თაობას, რომ კიდევ არ განმეორდეს მომავალი ჰოლოკოსტი. ასე რომ შეიძლება ეს მოხდეს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ღმერთი ინარჩუნებს მათ, როგორც ერს. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ის შეინარჩუნებს ყველა თაობას და მათ შორის ამ თაობასაც. თუ თქვენ მაგალითად პრემილენიალისტი იყავით და გჯეროდათ, რომ ისრაელის მომავალი ქონდა, რომ შენარჩუნდებოდა ისრაელი და თქვენ იქნებოდით ჰიტლერისა და სტალინის პერიოდში და მოესწრებოდით იმ საშინელ ჰოლოკოსტს, შეიძლებოდა რომ დაეჭვებულიყავით ბიბლიის წინასწარმეტყველებაში. რომ ბიბლია ნამდვილად მართალი იყო, რასაც ამბობდა ღვთის დაპირებების შესახებ ისრაელთან მიმართებაში? იმიტომ რომ მასიურად მოხდა ებრაელების გაწყვეტა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ყველანი აბსოლუტურად არ იქნენ მოკლულები. ისინი გადარჩნენ და დღეს სახეზე არიან. მე მინდა შეგახსენო და ყოველთვის ვამბობ ხოლმე. თქვენ ვერასადოს ვერ შეხვდებით ხეთელს, ამორეველს, ხივიელს, იებუსეველს, ან სხვა რომელიმე იეველს. გახსოვთ ერები, რომლებიც ჩამოთვლილია არა მარტო ქანაანის, არამედ ისტორიის განმავლობაში. ძალიან ბევრი ერები განადგურდა და დღეს სახეზე როგორც ერი არ არიან. მაგრამ სოფლიოში დღეს 14-15 მილიონი ებრაელია, ასე რომ ღმერთმა ისინი შეინარჩუნა. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს კურთხევის ქვეშ არიან. ისინი არ არიან კურთხეული დღეს, რადგან ისინი ისე უარყოფენ როგორც ერი მესიას. თავიანთ მესიას, ვინც მათ სივრცეში მოვიდა, ვით მათ წრეში მოვიდა. ანუ მათზე ისევ და ისევ ღვთის რისხვა მოქმედებს, როგორც ეს ბოლო თაობების განმავლობაში იყო ქრისტეს დაბადების შემდეგ. მოყოლებული რომაელების მიერ დარბევის შემდეგ 70 წელს ისინი დევნაში არიან. ასე რომ ეს დევნა არ შეჩერებულა დღესაც. და გახსოვთ ჩვენ ესაია წინასწარმეტყველიდან რა ვისწავლეთ, რომ მომავალი დრო მოდის, როდესაც ისინი შეხედავენ მას, ვინც განგმირეს და იგლოვებენ მისთვის. და დაიწყება მათი განწმენდა. მათი განწმენდის წყარო გაიხსნება. და ისინი გადარჩებიან, განიბანებიან და განიწმინდებიან. და სწორედ მაშინ აღიარებენ ისინი ესაიას 53 თავს და იტყვიან: დიახ, ახლა ვხედავთ ამას, რომ ის ჩვენი ცოდვებისათვის ყოფილა თურმე განგმირული, ჩვენი ურჯულოებისათვის დასჯილი, ჩვენი კეთილდღეობისათვის დასჯილი და მისი გმობით ჩვენ განვიკურნეთ. ასე რომ ისინი უკან ისტორიაში ჯვარს შეხედავენ და აღდგენილი იქნებიან. ასე რომ ეს მოხდება, ეს წინელის ამერს, მაგრამ ეს არ იძლევა ვიმეორებ იმის გარანტიას, რომ ჰოლოკოსტი აღარ განმეორდება კიდევ. და ისინი განკითხვის ქვეშ იქნებიან მანამ, სანამ ეს ერი ქრისტესკენ არ მოიქცევა და არ შეხედავენ მას უკან. კარგით, ძალიან კარგი კითხვა, მადლობა პასუხისათვის.